ადრე ჩავწერე ესეთი ვიდეო, პარკი ხო არ გნებავთ რა, 1-2-3 ვიდეო ჩავწერე, რომ მეთქი ისტორიას დარჩეს, მეთქი პროდუქტების ფასები თქო რა. ეხლა ვიყავი, აი წაგიკითხავთ იმას რა. ჩეკს რა, ვიყავი რაღაცა ნიკორა ტრეიდი, რაღაცა მარკეტია რა, ახალი გახსნილი ჩვენთან და ნუ ყველგან სიძვერია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ერთს ვიტყვი რომ ორნაბიჯში არის ხოლმე ფასდაკლებები და ეხლა ნახეთ როგორი რამეა, ორნაბიჯში არის მართლა დაბალი ფასებია ბევრ რამეზე. პლუს იმათი კლუბის წევრი თუ ხარ, კიდევ უფრო მაგარი ფასდაკლებებია, მაგრამ ესე იგი უფასო ყველი ხაფანგშიაო, აი ეგ თემა არის. ორნაბიჯს აქვს ესე იგი ისეთი აპლიკაცია და თვითონ ის ბარათი თუ გაქვს, ჯერ პირველ რიგში საშინელება არის. ყველა მისვლა, სალაროსთან ყველა მისვლაზე რომ გეკითხებიან, ბარათი ჩვენ ბარათი ხო არა გაქვთ, ეს იმენა ტვინს მიბურღავს რა. მარტო მაგის გამო არ მინდა ხოლმე შესვლა, უბრალოდ არის რაღაცა პროდუქტები, რომლებიც ძალიან კარგი აქვთ და რამდენიმე დასახელება რა, აპური და რამდენიმე დასახელება აქვთ, რაც კარგი აქვთ და მაგიტომ შევდივარ, თორე აი სალაროსთან ორნაბიჯის სალაროსთან მისვლა, ეს არის ჯოჯოხეთში გავლა, აი ჯოჯოხეთის საზვერეების გავლა რა. ერთ-ერთი ჯოჯოხეთის საზვერეა, PR-ი თუ მარკეტინგი თუ მენეჯმენტი თუ რა ქვია, ორნაბიჯს აქვს საშინელება. აი მაგათად სპარში, ტვინს არ ბურღავენ რა. ძალიან ლამაზი მაღაზია სპარი, შეხვალო ვერაფერს ვერ იყიდი, მაგრამ ტვინს არ ბურღავენ. აი ეს პლუს მინუსები აქვს, რა სამ წაგიკითხავთ რა და სპარი არის როგორც კოფე ბრეიკი, ადრე რო იყო კევების ჯიხურები რა, აი კევები და სიგარეტები რო იყიდებოდა. აი ეგ არის სპარი დღევანდელ რეალობაში. ფაქტობრივად ვერაფერს ვერ შეიძლება. უბრალოდ არის გარკვეულ უბნებში ფილიალები, სადაც ზოგან ნამცხვარი და რაღაცები აქვთ კარგი. ნუ ახლა ჩემთან შორი ახლოს რაც არის, მე არ მომწონს რა, მოკლედ. უბრალოდ ის აქვთ კარგი, რომ ორნაბიჯთან შედარებით კარგი აქვთ ის, რომ აი ორნაბიჯთან არის უსასრულო რიგი ჯერ ხო დედასპიცა ვარ გეუბნებით, აი კამერას რო დავითრევ, აი ცოტა კერძე დასამაგრებელი კამერა და რაღაცეები რა, უბრალოდ კომპიუტერ ტექნიკას რო დავამატებ რა. მე აი გადავიღებ ხახნო, გაჩვენებთ როგორ აი დედასფიცა ვარ რა. როგორ შევდივარ ცარიელ მაღაზიაში და ერთი მიტინგი ხალხი როგორ შემოდის. ეგრევე ეს არის ხახნო, აი არ ვიცი რა, დონის მატრიცული გლიჩებია. აი არ ვიცი რა, პროსტა ახლა მე მესმის ახლა PSP-ში რო შეხვალ ახლა დავაკვირდი, საღამოზე ხალხი რო სამსახურიდან ბრუნდება, რიგია და შუადღე შედი და არ არის რიგი, მაგრამ შუადღე შევდივარ მაღაზიაში, ესე იგი რო შემოყვება ხოლმე ტალპა ხალხი, გეგონება აი ესე იქვე სადღაც მოფარებულებში არიან, ესე იგი ჩასაფრებულები და მელოდებიან მე როდი შევალ, სანამ რაღაცას ავიღებ, სალარო რო ცარიელი იყო, მოვტრიალდები და 15 კაცი დგას ბიჭო რიგში, ჭკუი და გადავდივარ ხოლმე რა. მერე ზამთარში ხო საშინელი გათხოვა არ ოჩე რა, მოკლედ მე ძალიან წიკიანი ვარ, მოკლედ კომფორტის მოყვარული ვარ. ახლა სანამ ამას წავიკითხავ, აი სულ მინდოდა მე თქვა რა, რო არ თქვა, ეს არის ჩემთვის ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური თერაპია, რომ ეს არ თქვა, რომ ესე იგი ვინც ორი ნაბიჯის, ესე ვთქვათ, ვინც ორი ნაბიჯის ქსელების რიგში ვდგავართ, მე გაძლევთ ხახო გარანტიას, რომ ცხონდებით. იმიტომ რომ ჩვენ აქ ამ ქვეყანაზე ჯოჯოხეთი გავიარეთ უკვე. მერე გაუთავებელი ლაპარაკი, ბიჭო, ეს ორი ნაბიჯის ბარათი, ქულები, იქეს დამაკლდა, აქეს დამაკლდა, რაღაცა, აი კატასტროფა, არ ვიცი რა, აი არ ვიცი რა ხდება. ორი ნაბიჯის სალაროებთან ხდება, არ ვიცი რა ხალხო. რუსთაველის მიტინგზე არ არის იმდენი ხალხი ხოლმე, იქ რო დგას და ამ დროს ერთი მოლარე დგას. სპარში შეხვალ უცებ გაგიტარებენ, უსწრაფესად უცებ გაგიტარებენ და უცებ გაგიშვებენ. მაგრამ რავი, კოკა-კოლას და სიგარეტს იყიდი, მეტი არაფერი, რაც იყიდება არის ხლამი, რასაც ქვია რა, ფასტ ფუდის სისულე რა, ვერაფერს ვერ იყიდი, საქმეს ვერ შეიჭამ რა. ხო, მოკლედ ესეთ პლუს მინუს. ახლა ეს მესამე რაღაცა მაღაზია. ნუ თვითონ ნიკორა არ არის რაღაცა სხვა მაღაზია, მაგრამ თვითონ ნიკორაში იცოცხლე კაი პროდუქტები აქვს, მაგრამ როგორ ვთქვა რა, მამაპაპისეული ქონება უნდა გაყიდო, რომ სახში მიიტანო პროდუქტი რა. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ძვირია რა პროდუქტები, საქართველოში არის ძალიან ძვირი და ეხლა მე გიხსნით რატომ არის ძვირი. მე არც რომელიმე კომპანიას უკეთებ რეკლამას, არც რომელიმე ესე ვთქვათ ანტირეკლამას, უბრალოდ ყვები რაც არის რეალობა. და მატრიცაში ახლა რა ხდება? უნდა იცოდეთ თუ რატომ არის ესე იგი ამხელა ფასები საქართველოში პროდუქტებზე. ოღონდ ეს არ ემსახურება
მთავრობის ან ჩინოვნიკების გამართლებას ან ნამუსის მოწმენდას. არა, მე გეუბნებით ფაქტი რა არის. აი გინდა მიჯერეთ გინდა რა, მე გეუბნებით როგორ არის, აი ობიექტური რეალობა. იმის გამო რომ ჩვენ უკრაინასავით, ან ნახეთ მატრიცულ სისტემაში რა ხდება, ამას მე ვიცი და გეუბნებით რა. პირდაპირ ხედავ. იმის გამო რომ ჩვენ უკრაინის მსგავსად არა ვართ რუსეთთან ჩაბმული ომში, ამიტომ ჩვენ გარკვეული ტიპის ადამიანების სიცოცხლეებით ვიხდით ამ ვალს, ანუ ავარიებით და ასე შემდგომ და დანარჩენი ესე ვთქვათ მოსახლეობა, რომლებიც ესე ვთქვათ ცოცხლობთ, ანუ ჩვენ ვიხდით სიცოცხლის გადასახადს. მთელი სერიოზულად გეუბნებით, ანუ ეს DGG-ები და რაღაცეები და აქციზები და გაბერილი ფასები რაც არის, ხა წაგიკითხავთ აი მაგათად ფასებს, ხო? ეს არის ანუ რა თქმა უნდა ვაპროტესტებ და რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ გეუბნებით რომ ჩვენ ვიხდით სიცოცხლის გადასახადს. ანუ ჩვენ ამ დამატებით, ანუ ყოვლად უსამართლო და კორუფციული და ნეპოტიზმით და რა ვიცი, გახსნილი ბიზნესები და ჩინოვნიკები რო აზიან ამ ბიზნესებს, ჩვენ ჩინოვნიკებს უხდით ასე ვთქვათ ხარკს პირდაპირ გეუბნებით მთელი სერიოზულობით. ჩვენ ჩინოვნიკებს ვუხდით ხარკს, რადგან მათ დაალაგეს პოლიტიკაში ისე, რომ საქართველოს არ ომი არ აქვს რუსეთთან რა. ერთი ზოგადად აი მაყურებელს მცდარი დამოკიდებულება პოლიტიკასთან დაკავშირებით რა აქვს ხახნო იცით რომ ყველაფერს განსაზღვრავენ ბავშვური პოზიციიდან რა არის კარგი და რა არის ცუდი აი ეს კარგია თუ ეს ცუდია ეს არც კარგია და არც ცუდია ანუ პოლიტიკას არ უნდა შეხედოთ რომ რა კარგია თუ ცუდია უნდა შეხედოთ ანალიტიკური აზროვნებით და რა მდგომარეობაა რა გამოსავალი გაქვს და სხვა ვარიანტი რა შეიძლება ყოფილიყო და ასე შემდგომ რა მოდი ხა წავიკითხოთ და მე კიდე ერთ თემას დავამატებ ესე იგი ბრენდირებული პარკი მოგეთ 20 თეთრიო Coca-Cola 1 ლიტრიანი ლარი და 99 აი პირდაპირ ზუსტად ვიტყვი Coca-Cola რა ლიტრიანი ჩვეულებრივი კლასიკი ლარი და 99 ნაყინი მარწყვი 450 გრამი პალომა ერთი ცალი 870 მზესუმზირის მოკეთ სოლარიზმ სემიჩკა ესე რომ თქვა მზესუმზირი 100 გრამიანი 2 და 45 გაყინული ხინკალი მთიულური 20 ცალი დიდგორი 7 და 90 პური თეთრი ბატონი დაჭრილი 460 გრამი იფქლი 1 და 2 ლარი და 40 რა მერე გაყინული ქათმის ფრთა 1 კილოგრამი ბიბილო, ანუ ნახევარი კილო ჩათვალე ის არის ყინული, ანუ ფრთები რა გაყინული ფრთები კილოიანი, ლარი ისა 11 ლარი და 95 თეთრი. მაწონი 3.2%-იანი 400 გრამიანი სანტინო, ლარი და 99. ხო, ეს ანუ მეორე რომელი იყო რაღაცა სანტინო ხო სანტესიდო გვერდზე თუ სწორად მახსოვს 2 და 70 ეწერა მაწონს ანუ შევხედე და მეთქი ხა სარკი სად არის ხალხო რო ჩავიხედო რა 2 და 70 ეს მაწონი ხალხო უნდა ღირდეს გინდა ეს სანტინოს და გინდა იმისი 40 თეთრი ანუ 45 თეთრიც არ უნდა ღირდეს დაჟე ეს მაწონები უნდა იყოს ღირდეს 40 თეთრი 40 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს კატასტროფა 2 და 70 ერთი მაწონი ბიჭო მეღადავებით ბიჭო რა ეს რა სიგიჟია მაგას მართლა აკოფში რო ჩაქცხრილო ნეგჯობია მე მგონი რა ჰიმალაის მარილი მსხვილი საფქ რაღაც მოკეთ 140 გრამიანი რა 3 და 99 ანუ 4 ლარი რა კარაქის ნაღების კარაქი 82%-იანი 200 გრამიანი სანტინო 7 და 99 200 გრამიანი 7 და 99 მაწონი ხო ის იგივე მოგეთ სანტინო მეორე ეხლა რატო დავიკითხე ყველაფერს მაწონი რატო ვიყიდე გუშინ რძე ვიყიდე კვერცხი ფქვილი რაღაცები უნდა ვთქვა ეხლა ეს ერთი ორი სიტყვა უნდა ვთქვა ნამცხრებთან დაკავშირებით ანუ ნამცხრებთან ანუ საკონდიტრო ესე იგი საკონდიტრო ამბებში თბილისში ხდება კატასტროფა რა ანუ მე ვერ ყვევი და შემიძლია ამაზე ვისაუბრო ანუ არსებობს საცხობები ანუ მთელი თბილისის მასშტაბებით ესე ცალკე აღებული საცხობები ანუ მცირე მეწარმეები ანუ მცირე ბიზნესის მფლობელები ანუ ვიღაცა ადამიანები ცალკე ხსნიან და აქვს კარგი ნამცხრები და თავიანთი საკონდიტრო ნაწარმი და ასე შემდგომ
აი ოჯახურ დონეზე და კარგი მსხობელი რო ყავთ და რაღაცა, ხო ხვდებით? ეს აი მე ვამბობ მაგათ გარდა. ეგეთი ბევრია, მართლა ბევრია და მე ველოსიპედით ერთი ახლა ჯერ არ მცალია უბრალოდ რო დავიწყებ თბილისში სიარულს ველოსიპედით. ძალიან ბევრ ამას გადავიღებ თბილისში. ახლა დაშენებულ პარკებს გადავიღებ, გარემონტებულ პარკებს გადავიღებ. თქვათ ახლა ანტირეკლამა არ მინდა გავაკეთო და კარგი ნამსხვრე რაღაცა სადღაც ან კარგი შაურმა სადმე თუ შემხვდება, იმასაც გადავიღებ ასე შორიდან დაგანახებთ თქვათ აი მივირთვი და მომეწონა და რეკომენდაციას გავუწევ და ასე შემდგომ. მაგრამ ხარ ისეთი თქმა მინდა. ესე იგი, საკონდიტრო ამბებში ხდება თბილისში კატასტროფა, ანუ ნორმალურ ნამცხვარს ვერ შეჭამ რა. ანუ ნორმალურ ნამცხვარს ვერ შეჭამ. ეხლა მერიოტში თუ შევედი და იქ რაღაცა ჩიზქეიკი მომიტანეს, ეგ გასაგებია 480 ლარიანს. კი ბატონო, ოკეი. მე მაგას არ ვლაპარაკობ. ესე იგი, დაწყებული ბაზრებში რო ყველაზე იაფასიანი გადაესე რულეტები რო არის, ანუ რულეტს რო 5 შემადგენლობა რო აქვს და 5-ვე რო მარგარინია, დაბალფასია. აი, მანდედან დაწყებული დამთავრებული მადარტით და ეგეთი რაღაცეებით. ეხლა ნახოთ, შევხედოთ რა ხდება, რა სიტუაცია. არსებობს რაღაც კიდე კომპანია მადარტივით არის კიდე მე მგონი მადარტზე კიდე უფრო მაგარი რაღაც კომპანიებიც არის, რაღაც დააკომენტარეთ თქვენ სად გაგისინჯავთ და არის მადარტზე მაღალი ხარისხიც არის ზოგი დაბალი ხარისხი, ანუ შედარებით დაბალი ხარისხი არის ტორტინო, ნუ ჩემი თვალთახედვით უყურებ მე ხა ამას. შეიძლება ვცდები, ნუ თქვენ დააკომენტარეთ დანარჩენი. ნუ ტორტინო ვიცი და მადარტი ვიცი ძირითადად. ეხლა ნახეთ როგორ არის სიტუაცია. აი საფეხურებად რო დავყოთ. აი მაგათად ტრუბოჩკები და აი შუ და ტრუბოჩკა რა. შუ და ტრუბოჩკა. მე მაგარ ძალიან მიყვარს შუ და ტრუბოჩკა. ეხლა როგორი თემა არის? ადრე დავიწყე ამ ყველაფრის ცხობა, აი შუს და ტრუბოჩკა არ გამიკეთები, არა შუ გავაკეთე რა. და ნუ ქადა და რაღაცეები რა და ეხლა იმის თქმა მინდა რომ კექსების ცხობა უნდა დავიწყო თავიდან რა. იმიტომ რომ პროსტა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ნორმალურ ნამცხვარს ვერ ვიყიდე. ეხლა იქ რაღაც პეჩენიებზე და იმაზე ზედმეტია ლაპარაკი, იმდენად ნაგავია, რომ უკვე ჩემი ორგანიზმი აღარ იღებს. ეხლა აქ ეხლა წონა მომემატება, არ მომემატებაზე ისეც მომატებული მაქვს, მაგრამ აი უბრალოდ აი არის რომ ორგანიზმი მეუნება რომ აი შოკოლადები რაღაც აი ტკბილეულობას თბილისში შემოდის ნაგავის სრული რა აი ძალიან გამონაკლისების გარდა. ეხლა რატომ ვამბობ მე ამას? პირველ რიგში ის რომ მე მაქვს ძალიან კარგი გემოვნება და თითქმის ყოველ წელიწად საბერძნეთში ვარ და ვიცი შოკოლადის გემო. აი საბერძნეთში მაგალითად ათენში რომ შეხვალ, ნუ თელ საბერძნეთი გულისხმობ, მაგრამ ათენში ვარ ხოლმე ძირითადად. ათენში რომ შეხვალ და ნებისმიერ შოკოლადს დაადებ ხელს, ნებისმიერ შოკოლადს უხერს დაადებ, შეიძლება იყოს გემოვნების ამბავი, ანუ ერთი მოგწონდეს, ანუ გემოვნებიდან გამომდინარე და მეორე არ მოგწონდეს, მაგრამ ნებისმიერი შოკოლადი, რომელიც არ უნდა შეჭამო, ვერ იტყვი რომ ფუ ეს რა არისო. აი მაგალითად, აი რამდენჯერმე რო ვიყავი საბერძნეთში და რო ჩამოვედი, და აქ ბარამბოს პლეტკა რო გავსინჯე, მე კიდევ გული ამერია დედას ფიცოლა. ანუ იმდენად ვაფშე სხვა დონეა, აი ევროკავშირს და მაგას, აი ასე ვთქვათ, ევროკავშირის ეს პროდუქტების მაგ ამბავში, იქ ბილ გეიტსი რო საკვებიდან ქუჩიპავს და მთელი ამბები, ხელები ამიწევია, ძმაო, რა დონის პროდუქტები. ანუ შოკოლადი აქვს ისეთი დონის, ნუ ნამცხრებს და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ აი იმენა ორგანიზმი აი ბოლომდე ითვისებს რა, აი ბოდიში და გადამუშავებაში რო არ მიდის რა, აი ეგრევე ვგრძნობ რომ შოკოლადს ბოლომდე ითვისებს ორგანიზმი. ანუ უნიკალურია, სასწაულია. აქ არის საშინელება, კატასტროფა, ანუ უსაშინელესი მდგომარეობა. ვერაფერს ვერ შეჭამ. ეხლა დავიწყოთ. ტრუბოჩკა და შუ და ესენი, ანუ მარკეტების დონეზე სადაც აბარებენ და ასე შემდგომ, ანუ საუბრობ კრემზე. ანუ მე რო დავიწყე ამ კრემების გაკეთება, ნამდვილი კარაქისგან და რძისგან რაღაცა, თვალები შუბზე ამივიდა. მე ისეთი დონის კრემი გამომივიდა, მთელი პასუხისგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი თბილისის მასშტაბით ვერც მადარტში, ვერცეთ საკონდიტროში თქვენ ეგეთ კრემს მე ვერ გამასინჯებთ, მე რა დონეც დავდე. ანუ გავგიჟდი ხახნო, აი დედასპიცა ვალ მე-5 განზომილებაში გადავედი, მე მესამე თვალი გამეხსნა, გონების თვალი გამეხსნა და ყველა ჩაკრა გამეხსნა. მეთქი, ეს რა ხდება? მეთქი, აი ბაში გამოვედი მატრიციდან. მეთქი, ეს სამი ცხორი აქამდე თურმე ნამცხარი როგორ უნდა იყოს, აი კი ახლა და ჩემი აკეთებდა იქ რაღაც ბავშვობაში კრემები, რაღაც იქით აკეთე, მაგრამ სახლის კრემი ვიცოდი, მაგრამ ეხ მე რო გავაკეთე, თან რას ვამბობ, აი რეცეპტები ჯირო არის.
ძალიან კარგი ეგ რეცეპტები ჯის ამბავი ის არის საიტი და ძალიან კარგი ისინია რა რეცეპტებია და ანუ შედი აიღე რეცეპტი და გააკეთე ზუსტად ეგრე ცხოვრა იმენ ჭუიდან გადახვალ ისეთი რამე გამოდის ხახნო სასაული ანუ ხარ ისე თქვა მინდა ყველაზე დაბალი ხარისხის ანუ ასეთი ტიპის ჩვეულებრივ მარკეტებში რომ იყიდება ტრუბოჩკები და შუები და ეგეთი კრემიანი ნუ უბანძესი ნაპოლეონები ანუ ეს არის მან არის ორი ვარიანტი არის ან მარგარინით გაკეთებული რას მომწე აი როგორ გითხრათ რა აი ჭამ გაჭყლეტილ მარგარინს აი დაჭყლეტილი მარგარინი რა აი ლობიო საჭყლეტით რო დაჭყლიტო რა მარგარინი აი ეგ არის რა ეგ არის მაგათი კრემი ანუ რო ჩაკმიჩო ბოდიში და უნიტასთან იმიტომ რომ ეგრევე გულიაგერება ნაპოლეონზე გულისხმობდა მაგაზე და ნაპოლეონი ხო საერთოდ რა აი როგორ გითხრა აი მე მგონი პირდაპირ ესე აი პაკეტიდან არის გახსნილი ეს ის არა მარგარინი და მოფხვნილი აქვს ზევიდან და ნაპოლეონი აწერია პროსტა რა ანუ გულის ამრევია რაც ხდება რა ანუ ან არის საშინელი მარგარინისგან გაკეთებული ან კიდევ არის ამას ქვია ვინც არიცით საკონდიტრო ფხვნილი ანუ საკონდიტრო ეს ფხვნილები და საკონდიტრო ინგრედიენტები იყიდება რომლებსაც იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის დროს მაგრამ ეს საკონდიტრო ფხვნილი რაც არის მოგეთ არ ვარგა რა უგემური ანუ გემონება მაქვს და ვიცი რა ანუ ყველაზე დაბალი დონე ამ ნამცხრებში არის აი ეგ ჩვეულებრივ მარკეტებში რომ უსაშინელესი კრემებია ეხლა მოდი გადავიდეთ მეორე დონეზე ჩემი შეხედულებით აი ტორტინოში შედარებით არაუშავს ანუ შეიჭმევა რა ანუ უკეთესია ბევრად უკეთესია ანუ საშუალო დონეს მივანიჭებდი ესე ჩემი გადასახედიდან ეხლა როგორც ესე ვთქვა ეხლა მაღალი კლასი არ ვიცი მე ხე ვაკეებში და ემებში არის რაღაცა განთქმული სალობიანების საცხობები და ისინი არ ვიცი აი გამიგია და უბრალოდ სახელები აღარ მახსოვს რა არის ვაკე საბურთალოზე და ეხლა გავიგეთ არ ვარ ეგეთი ფოე და ესეთ რა ვქვია მაგდენფული ჯერ არ მაქვს როდესაც გავსვეწკდები გააგებინებთ ხო და მოგეთ მე გეუბნებით ესე რა არის ის საშუალებაც ჩვეულებრივ მოკვდავებს გვაქვს რა მოგეთ ტორტინოში კარგი ტორტებია არის კარგი პროდუქცია რა ამ ყველაფერთან შედარებით ანუ საერთო ჯამში საშუალო დონეს დავუწევ მაგრამ მაინც იქ ხა ტრუბოჩკებში და იმაში ესე იგი ის არის რა საკონდიტრო ფხვნილის გამზადება რა თქმა უნდა და საშუალო დონეა მაგრამ მაინც უკეთეს ვინატრებდი ეხლა რაც შეეხება მადარტს მადარტი არის ბევრად ანუ სამჯერ უკეთესი ამ ყველაფერთან შედარებით ტორტინოსთან შედარებითაც და სხვადასხვა რაღაცა ბანძ ტრუბოჩკებს არც შევადარებ მადარტი არის სასწაული მაგრამ ნუ ისეთი ესე თქვა 10-დან დაუწერდი 8 ქულას რა 7.5 8 ქულას მაგრამ ეხლა უნდა გავახმოვანო აუცილებლად მომხმარებლების უამრავი მომხმარებლის კომენტარი რომელიც წამიკითხავს ამ ბოლო დროს TikTok-ზე და ესე თქვა გულდაწყვეტა თან ბიზნესი ვისიც არის მისი საქმეა რას როგორ გააკეთებს მესმის რომ ფასები იზრდება მაგრამ ანუ ხარისხს ინარჩუნებენ უმაღლესი დონის ხარისხია მაგრამ ნამცხრები პატარავდება ლობიანები პატარავდება ყველაფერი პატარავდება ფასები იზრდება ნუ კატასტროფაა და ბევრი წელს აღარ შევალ და ისე აღარ შევდივარ და ანუ ნუ რა ვიცი რა ფულის გადაყრა თუ გინდა შედი მადარტში იმიტომ რომ ნორმალურად რო დანაყრდე ერთი ადამიანი 50 ლარი გინდა მთელი სერიოზული საჩვენებლად 50 ლარი გინდა მოგივიდეს ერთი ლობიანი ერთი ხაჭაპური და ერთი თუ ორი ნამცხვარი და აი ისიც როგორ იცი სანამ შეჭამრო აი სული არ წაგივიდეს აი ასეთი მდგომარეობა ხარისხი არის 10-დან 8-ს დაუწერდი კარგი ხარისხია ნამდვილად მაგრამ პროდუქცია ძალიან შემცირდა ძალიან დაპატარავდა აი ისე დაპატარავდა ისე დონეზე დაპატარავდა რომ ანუ ჩვეულებრივ ერთი ნაჭერი ნამცხვარი არის ორი ლუკმა აი რო ახლა არ გადავამეტოთ და გადმაი რას შევადარო აი ამ სისქია რა სელპაკის სისქია ზუსტად აი ცოტა სქელი ჩამოჭრი კოვზით და ყავაზე მიაყოლებ ერთი ლუკმა ჩამოჭრი მეორე ლუკმა всё 4-5 ლარი ნუ ძალიან ძვირია საერთო ჯამში ხა მე ეს ჩემი მომხმარებლის შეფასება ჩემი აზრია უბრალოდ და ხო და ამიტომ ესე იგი ნუ კექსები ისინი ესენი ანუ ესე იგი აი ხელში ესე რომ მოკიდებ ხო ყველაფერი იფუშნება ყველაფერი აი იშლება ყველაფერი არის ვადაგასული ბოდიში მადარძე არ ვიძახი მადარძე მოვჭი ლაპარაკს მე ვამბობ მაღაზიებში ანუ იმაში რა ვქია მაღაზიების პეჩენიები და ესენი
აი უსაშინელესი გემოები და აი ქიმიები იგრძნობა ენაზე, აი კატასტროფაა რა. ამიტომ მე პირადად გადავდივარ ნელ-ნელა უკვე ახლა მეზარება ხოლმე, მაგრამ უნდა მიქსერი მაქვს, მშვენიერი ვიყიდე და უნდა გავაკეთო კექსი რა. თან კექსი კაი რამე იქ თხილს შეურევ, ფორთოხალს შეურევ და 1000 რამეს რა. ჩემი აზრი მინდოდა გამეზიარებინა რა. დავაწეროთ ამ ვიდეოსაც ხოლმე, პარკი ხო არ გნებავთ. რომელი ნაწილია? მესამე თუ მეოთხე ნაწილია რაღაცა ჩამწერი. ნახავ რომელი ნაწილია და იქიდან გამომდინარე დავაწერე ხა. ხო და ანუ ესეთი სიტუაციაა რა, მოკლედ. დონაციებისთვის მადლობა და შემდგომ ვიდეოებში ვახსენებ დონაციებზე პასუხებს, ეხლა ამცალია. შემდგომ ვიდეოებში ვახსენებ რომ მოვიცნე მაგისთვის. მე ცალკე ვლოგებს ვიღებ და იქ ჩავსვა მე. მოკლედ კექსების ცხობა უნდა დავიწყო და მე რა ვიცი რა გამომივიდოთ ეთი გავიხსენო და კარგი ხარისხი რომ გამომივა მე გაჩვენებთ. აი მე გაჩვენებთ როგორი რბილია, რა შიქთავსი აქვს. ახლა ინგრედიენტები ნაყიდი მაქვს, ახლა ნახოთ შეიძლება გამოვაცხო უცებ. უბრალოდ ეს ახალი საცხობი ის არის და ცოტა ვერ დავამოყვე, მაგრამ იმედი არ დამეწუვა. ნახოთ რა მოკლედ რა. მოკლედ სამწუხაროდ ნამცხვარს ვერ შეჭამ რა. თბილისში ნამცხვარს ვერ შეჭამ რა. თუ კი კარგი სათანო მე მაგალითად ავიღოთ აი ორი პრობლემატური საკითხი. ქადა, აი სომხური ქადა რასაც ქვია და სომხური ქადა და ფახლავა. ანუ სომხური ქადა და ფახლავა რო ნახო გემრიელი და კარგი არასოდეს აი შიქთავსი, ანუ ჯერ არ უნდა იყოს რაღაცა სახურავის ჟეშტივით არ უნდა იყოს გამაგრებული, უნდა იყოს რბილი. მერე ზედმეტი შაქრები არ უნდა იყოს ამ ფახლავაში, რბილი უნდა იყოს, უნდა იღეჭებოდეს. აი ხა რო ვიყავი ზესტაფონში, ნახე? ზესტაფონის ცენტრში ეთყობა ეს საბითუმოში ყიდიან, ცალკე საცხობია. ეხა იქ როცა მოხვდები სულ ვიყიდი. რამდენი გამოვიდა? 6 ლარში გამომივიდა 4 ცალი რა, 4 დიდი ნაჭერი. წონით ყიდიან რა. წონით ყიდიან და ну цали გამოვიდა ლარნახევარი. ეგეთ ეხა აქ თბილისში მაგალითად 4 ლარი ეღირება და თან ეგეთი გემრიელიც არ იქნება. ანუ ეგეთი გემრიელი ფახლავა მე ჯერ არ მიჭამია. და რაც შეეხება სომხურ ქადას, რა ვიცი, სომხური ქადები როგორებიც ამ საცხობებში არის, ჩვეულებრივად კაცი შეგიძლია დაჭრა. ანუ თან ესეთი ფორმა ხო აქვს, ჯოხზე წამოვაცვი და იმენა აფხაზეც აიღებ. იმენა შუბია დედას ვიცავ და აი შუბი ხო იცი რა, შუბს რო ესვრე დააჭობ. ქვა ბიჭო დატოვებ პლომბებს, კბილებს, პროტეზებს, ზედ დატოვებ ყველაფერს, ესე იგი რა გახდა ბიჭო, აი რა გახდა ნორმალური ნამცხვრის გამოცხობა. აი მართლა კატასტროფა ხდება რა. აი რომ მიხვიდე რა ესე რენდომ ერთ-ერთ შემთხვევაში, უბრალოდ აი მიდიხარ ხო საცხობში, თუ არ იცი რომ სად რა აქვს, კარგი თან არ არსებობს საცხობში ყველაფერი კარგი გქონდეთ, აი გამორიცხულა და საცხობებში აი როგორც აი ერთი რამე აქვს კარგი ან ორი ხოლმე, დანარჩენი ნაგავია. ну კუბდარზე აღარ ვლაპარაკობ. კუბდარი მე ძმაო სვანეთში გამისინჯავს, ჩვენ ხელით გავაკეთეთ იქ ოჯახში და მონაწილეობა მივიღეთ და ну კუბდარი შემიძლია ვთქვა რომ კუბდარის ჭამა აი მთელ სუფრას უდრის, ანუ აი მთელი სუფრა რო გაშალო ნებისმიერი კუთხის სუფრა რო გაშალო, ერთი კუბდარი უდრის მთელ სუფრას რა. გადავსკდით იმდენი კუბდარი ვჭამით, იმიტომ რომ ხო ვიცოდით თბილისში ეგეთი არ დახვდებოდა. რაღაცა ფუნჯით წააცხებენ ხოლმე ვითომ ხორცს. ну კუბდარი არის კატასტროფა, კუბდარს ხო ვერ შეჭამ თბილისში ნორმალურს რა. 1-2 ქსელი არის სადაც არაუშავს რა, მაგრამ 5 ლარებზე ავიდა, ანუ რა თქმა უნდა ცომი მეტია. აი 5 ლარებზე არის ასული, 4 ლარებზე, ზოგადად 7 ლარები წღირს. ნორმალურ კუბდარს ვერ შეჭამ რა. ნორმალურ პონჩიკს ვერ შეჭამ ვერსად. ანუ გაჟღენთილია ამდენი ზეთით იმენა, აი გადასხმები დაგჭირდება რა. პონჩიკის გაკეთება არის ის ხალხმა არის ის პონჩიკის გაკეთება. ხო და აი ესეთი მდგომარეობა, არ ვიცი, ალბათ ვინც იცის ყველა იმიგრაციაში ალბათ წასული, რა ვიცი, რა ხდება, არ ვიცი. აი გეუბნებით რომ შაურმიდან გეტყვით რომ ქუთეს შაურმა არის ძალიან მაგარი. ჯერჯერობით მე ბევრი შაურმა არ გამისინჯავს, მაგრამ ქუთეს შაურმა არის უძლიერესი. აი ეს არის ნეტარება, აი შეგიძლია მიენდო რა. ანუ შაურმა გამოიძახო და აი ბედს მიენდო. პროსტა სასწაულია. მარტო ერთხელ იყო რომ ცოტა რაღაცა მშრალი იყო თუ რაღაც მაიონეზი ერთხელ შეეშალა და ვიცი იმ შაურმე რაღაცა ვერ გააკეთა. დანარჩენი აი ერთხელ იყო. და ერთხელ იყო და აი მეთქი მეორეთაც თუ ესეთი ცოტა ნიტო წამოვიდა მეთქი და თუ გააფუჭეს მეთქი, всё ამას აღარ ავიყიდი მეთქი, მაგრამ აი ერთხელ იყო მარტო რა. და ეგრევე მეორედ რო გამოვიძახე.
აუ ეს რა იყო ხახო ქუთეშაურმა არის ძმაო სასწაული რა აი აი ყოველ დღე რო დამიდო შევჭამ ძალიან მაგარია ხო მოკლედ ესეთი ისინია რა ხა არ ვიცი აქ რეკლამები და ანტირეკლამები რა როგორ არის და რანაირად YouTube-ზე მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრი მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ძალიან ძვირია ყველაფერი ანუ ჯამში საერთოდ ჯამში უნდა ვიცოდეთ რატომ ვიხდით გადასახადს კარგია თუ ცუდი ჩვენ ამ კუთხით ნუ შეხედავთ უბრალოდ შეხედეთ ფაქტს რომ ჩვენ ვიხდით რეალ მართლა გეუბნებით სიცოცხლეს გადასახადს ვიხდით იმიტომ რომ არანაირი სხვა ახსნა არ გამოეძებნება იმას რომ ესე ვთქვათ სისტემაში დაფიქსირდეს პროდუქცია ამხელა ფასები მაწონი 2.70 ანუ არ ვიცი ვერ გავიგე ანუ ძროხა ყავს დაბმული მაცივარში ჩემო კარგო თუ რა ხდება აი რა ლოგიკა არის რა 2.70 ჩემ სხვა არ მეღადავებით ხო და არაჟანი რა ღირება ხო წარმოგიდგენ 2.70 ღირდა არაჟანი და 4 ლარი 5 ლარია მოკლედ რა და მაგათ კექსები უნდა გამოვაცხო იმიტომ რომ კატასტროფა ხდება როგორც ხა სომხური ქადა მიყვარს ძალიან და ნუ ფიზიკურად თითქმის ვერ იშოვი ნორმალურს კბილები დაგჭება ზედა გემოზე და ანუ გემოზე ხალხი უნდა ფქვილის ხარისხზე და ცომის ხარისხზე ხო საერთოდ აღალაპარაკო პიცაზე საერთოდ არც დამელაპარაკოთ არ მაქვს ბევრ გაგას ანუ არ ვიცი სად ანუ რეკლამები მინახავს გასაგებია მაგრამ მანდაც გემოვნების ამბავია პიცა სხვადასხვანაირია და ზოგს ისეთი მოწონს და ზოგს ასეთი მაგრამ ეხლა რაღაც გაყინული შემოვიდა და ნუ ვის იყო რა ქვია რაღაც მეთქი გამოვაცხობ თქო და კარდონი რა კატასტროფა ნუ პიცა აუ ათენში აქვს პიცა გაყინული პიცა აქვს ოღონდ ისე ხაჭაპურივიც ქელებია ხმე ეგეთები მოქვს აუ რა სასწაულია ჩემ მეთქი აი ეს გაყინული პიცა რო საცხობში შეაგდებ და გამოგიცხობს რესტორანში ვერ მოაქვს მეთქი ესეთი აი პროსტა რა ვიცი მოდი ხა ბიჭო ევროკავშირში შესვლის გარეშე რო ეს რაღაცა მოვიპაროთ ამათი რეცეპტები ევროპული რეცეპტები არ შეიძლება ევროპაში კავშირში შესვლის გარეშე იმიტომ რომ გეუბნებიან რა უნდა მიიღო გარკვეულების პროპაგანდა კარგი შოკოლადი გინდა ძმაო მაშინ მიიღო გარკვეულების პროპაგანდა საბერძნეთივით დააკანონე ერთნაირსქესიანთა ქორწინება აი ეგრეა რა დღევანდელი რეალობა ეგრეა ხო რა შეეხება პოლიტიკურ ამბებს ერთს დავამატებდი რომ ჩვენ ესე ვთქვათ რა დავამატო მოგეთ ძალიან ბევრი სპექტაკლი იქნა დადგმული ორივე მხრიდან და ბევრ ამას აი როგორ თემაც ხალხი ბევრ ამას ვერ ხედავს რა სამწუხარო ბევრ ამას ვერ ხედავს და ან თავ შევიკავებ ხა რაღაცეებისგან მაგრამ ერთს ვიტყვი იმას რომ მე მხარს უჭერ დიქტატურას პარტიებს კი არა დიქტატურას ანუ საქართველოში უნდა იყოს აუცილებლად დიქტატურა უნდა დამყარდეს ბოლომდე იმიტომ რომ დიქტატურის შემდგომ მოდის მონარქია მონარქი ისე ვერ იქნება საქართველოში და მონარქი ვერ ეყოლება საქართველოს თუ არ იქნება დიქტატურა ის რაც თავისუფალი აზრის გამოხატვა ეს ტელევიზიებმა დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა ტელევიზიებმა მიგვაჩვიეს რომ უნდა გამოხტე ირბინო იხტუნაო ერთმანეთს შეეჩეხო ანუ დაპირისპირებები სულ ჩხუბი და ანუ ჩვენ ახლა გავდივართ აი დაშოშმინების პროცესს გადის ერი ესე ვთქვათ უნდა ესე ვთქვათ ამ პროტესტის გრძნობის ჩაკულა ხდება და კიდევ ერთხელ გეუბნები რომ ამას ნუ უყურებთ თქვენ რომ რა არის კარგი და რა არის ცუდი ეს არის პროცესი ჩვენ გავდივართ რა გზას გავდივართ ჩვენ მივადგავართ რა გზას დიქტატურის გზას ციფრული კონცლაგერიის გზას ამას აქვს ორი მხარე ანუ ის რუსეთში რაც იქნება ციფრული კონცლაგერიზაცია ანალოგიური იქნება აქაც და მაგრამ ამ ესე ვთქვათ ამ წნეხის ქვეშ ჩვენ შევინარჩუნებთ რაღაცა პერიოდამდე შევინარჩუნებთ ამ წნეხის ქვეშ რაღაცა პერიოდამდე შევინარჩუნებთ სარწმუნოებას ნაწილობრივ ქვეყანასაც მაგრამ აი უკვე მე თვითონ ხალხზეა დამოკიდებული ბევრი რამე რა აქ მიტინგებზე არ არის ლაპარაკი თვითონ ხალხის გამოღვიძებულობაზეა დამოკიდებული ბევრი რამე რა როგორ იქნება აპოკალიფსურ ანუ ზომბი აპოკალიფსურ პერიოდში რა როგორ იქნება და აქ ციფრული კონცლაგერიზაციის ესე ვთქვათ წნეხები ხალხს როგორ მოუჭერს თვითონ ხალხზეა ეს დამოკიდებული იმიტომ რომ ეს პერსონალი ვინც აჯარიმებს ვინც ამას აკეთებს ვინც იმას აკეთებს ეხლა ზაღლების მონიტორინგის თემები რო დაიწყო ზაღლების ჩიპიზაცია
ამ ყველაფერს ხო ადამიანები ახორციელებენ. ამიტომ ხალხია დამოკიდებული, ხალხი რამდენადაც გამოიღვიძებს, ისეთი გვექნება ჩვენ აპოკალიფსური რეალობა რა. აბა კარგად წამდებოდეთ.